როგორც აღნიშნავდით, ივანიშვილის დავალებით წულუკიანის მიერ შექმნილი ჩეკისტური კომისიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება საერთაშორისო არენაზე და ამის კაფიო გამოხატულება ვიხილეთ, როდესაც უმაღლეს ტრიბუნაზე, გაეროს ტრიბუნაზე გამოყენებული იქნა, სწორედ რომ ამ ეგრეთ წოდებული კომისიის საქმიანობა და ივანიშვილის ბანდის განცხადებები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ასე ვთქვათ პრინციპების და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რაც კაფიოდ მიუთითებს იმ მოღალატეობრივ კოლაბორაციონისტურ ბუნებას, რომელიც გააჩნია ივანიშვილის რეჟიმს და იმ აუცილებლობას, რომ უახლოეს პერიოდში აუცილებელია, რომ ამ სისტემის დემონტაჟი მოახდინოთ, იმიტომ რომ გარდა ეკონომიკური, პოლიტიკური კოლაფსისა ეს რეჟიმი ქვეყანას უქმნის სასიცოცხლო საფრთხეს მის ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ხდომაზე ევროდეპუტატმა სანჩესმა განცხადება გააკეთა. ევროდეპუტატი ამტკიცებს, რომ სანქციებით შეშინებული ოცნების ლიდერები ევროკომისიაში რეკავენ იმის გასარკვევად, თუ რა ბედი ეწევათ მათ ქონებას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში აქვთ შეძენილი. მაგალითად, აქტივები ბელგიაში აქვს მაკაბოჭორიშვილსაც, მისი შვილიც ბელგიაში ცხოვრობს, ვინ რეკავს, როგორ ფიქრობთ, ვინ რეკავს ევროკომისიაში და ვინ ცდილობს სანქციების შავი სიიდან გამოსვლას. ამ ფაქტით დადასტურდა თუ არა, რომ სანქციები მუშაობს და სანქციების დაწესება ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს თუ არა. ივანიშვილის ბანდა ცდილობდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე შეექმნა მილიონერების მიერ მართული ღარიბული ქვეყანა, ასე ვთქვათ, ღარიბი ქვეყანა და ეს რა თქმა უნდა სამწუხარო რეალობაა, როდესაც მთელი რესურსი, რომელიც გროვდება საქართველოში, არის გადანაწილებული ამ ოჯახების მიერ და რა თქმა უნდა ამ ოჯახებს თავიანთი კეთილდღეობა ადარდებთ, ყველაზე მეტად თავიანთი ვილები ადარდებთ, ყველაზე მეტად თავიანთი თუნდაც ოჯახის წევრების საგანმანათლებლო მიზნით წასვლა უცხოეთში ადარდებთ, ყველაზე მეტად სახელმწიფო ინტერესი მაქვს არის მეორეხარისხოვანი და რა თქმა უნდა აი ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილსაც და ყველა მის ბანდის წევრსაც მხოლოდ და მხოლოდ ფული ადარდებს და არ აქვს არანაირი სხვა ინტერესი. დანიგად წასვლაზე წმინდა კითხვა რომ შეიძლება რომ შეგვიფასებთ თქვა სცენაზერის და მეორე ნაწილში როგორც ვთქვით ამერიკაში წარყოსლა საქართველოსში უკვე რაღაც აქვს. აი ხო არ იქნება ეს ურთიერთობების გადაჭრისთვის ასე ვთქვათ დასაწყისი ეს ცვლილებები ხო არ მოიტანს. ურთიერთობების გადაჭრაზე ძალიან კაფე განცხადებები არის გაკეთებული მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ძალიან კარგად იცის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგას იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შანსი გაჩნდეს. თუ ამ ნაბიჯებს არ გადადგმავს, საკადრო რაღაც გადაადგილებით და ცვლილებებით არანაირი რა თქმა უნდა გადატვირთვა არ მოხდება, იმიტომ რომ გადატვირთვის რეალური საჭიროება არის იმის გამო, რომ ქვეყანამ შეაჩერა დასავლური ინტეგრაცია, რომ ქვეყანამ ტრად გამოაცხადა დასავლეთი, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუციები არის საბოლოო განადგურების საფრთხის პირას, ასე რომ იმისთვის რომ ურთიერთობები გადაეტვირთოს, საჭირო არა კონკრეტულ რაღაც საკადრო ცვლილება, არამედ სისტემური ცვლილება. უშუალოდ დანიგანის წასვლას როგორ ახსენებთ? დანიგანმა თვითონ განაცხადა, რომ ის აღარ აპირებს საჯარო საქმიანობაში ყოფნას, ამიტომ სხვა სპეკულაციის სივრცე არ რჩება. შეიძლება თვითონ რომ ეს კაბოტონი თავის განცხადებაში სასახად ამბობს, რომ არათუ სხვაგან გადადის, არამედ უბრალოდ ანებებს თავს საჯარო სამსახურს, ეს მისი პირადი განწყობილება. ეს საქმიანობას როგორ შევაფასებთ? აი სანამ საქართველოში იმყოფებოდა, როგორც ვიცით, დიდად არ გამოირჩეოდა, მაგალითად წინა ალჯის განკარგებიდან განსხვავებით რაღაც აქტიური განცხადებებით, ხო? ხო, ანუ ამერიკის ელჩის ქმედებები ყოველთვის ჩვენ ქვეყანაში და ასოცირებული არის ჩვენ ქვეყნის ხარდაჭერასთან, იმიტომ რომ ამერიკა არის ჩვენი მთავარი ბუნებრივი მოკავშირე, რომელსაც აქვს უდიდესი რესურსები დახარჯული ჩვენი ქვეყნის ხარდაჭერისთვის და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის, რაც შეეხება ელჩებს, როდესაც საუბრობთ ხალხთან დანიგანზე, მის პირობებში უბრალოდ ივანიშვილმა საბოლოოდ აიღო ხელი, ასე ვთქვათ, დასავლეთთან ურთიერთობაზე, შეაჩერა ყველანაირი დასავლური ინტეგრაციის პროცესი და მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ამიტომაც ხა თუ ვინმეს დანაშაულია იმაში, რომ ჩვენი ურთიერთობები გაუარეს და რა თქმა უნდა პირველ რიგში მხოლოდ და მხოლოდ არის ივანიშვილის და მისი ბანდის. ნაცნობრობას ყველაზე მკაფიოდ და პირველივე ასე ვთქვათ დღეებში, როცა ეს საკითხი წამოიჭრა, ქონდა გაცხადებული თუ სად იქნებოდით და სადაც ვართ, ხო? ეს არის ქართული ხალხის გვერდით დგომა, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გვერდით დგომა, ეს არის ეროვნული ინტერესების გვერდით დგომა და ივანიშვილის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა. ვინც განაცხადებს თანხმობას რუსულ სენატში მონაწილეობის მიღებაზე, ვინც გამოაცხადებს კაპიტულაციას ივანიშვილთან, ის იქნება ივანიშვილის სისტემასთან ერთად ასე ვთქვათ გადასული მეორე პლანზე და საერთოდ დაუწყებული ქართული ხალხის მიერ იმ შემდგომ რაც სისტემური ცვლილებები მოხდება. ამ კონტექსტში ევროპარლამენტი
ოპოზიციამ მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ევროპარლამენტში გაეროს მათ შორის კი, ანუ მედეგობის გაძლიერების მიზნით და კიდევ ერთი გამოცდა იქნებაო და შესაბამისად მოუწოდეს, რომ გასაგებია რომ ოპოზიციაში განსხვავებულად წაიკითხეს ეს თარგმანთანაც გაჩნდა რაღაც შეკითხვა. ძლიერი ტექსტი უნდა წაიკითხოთ და არა კონტექსტთან ამოვარდნოთ ერთი ფრაზა. ანუ მიგაჩნიათ რომ ეს ამ გამოცდის ჩაბარება არა ეს მიჩნევა ამისევაზე არ არის ჩვენ გვაქვს პირდაპირ კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ალბათ ძალიან კარგად ვიცით რა არის მათი პოზიცია გარდა ამისა ტექსტი არის ხელმისაწვდომი და შეუძლია ადამიანებმა წაიკითხონ და კარგად მოხდებია რომ აქ არავინ არავის არ აძალებს და ვითომეტეს ესეთი ცალსახა მოწოდება რომ მიიღოს მონაწილეობა არ არის პირიქით ჩვენი პარტნიორები საუბრობენ რომ მნიშვნელოვანია რომ ერთიანები ვიყოთ ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს მათ შორის როცა ვიღებთ ასეთ საკითხზე გადაწყვეტილებას და ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ფაქტორი რაზეც რა თქმა უნდა ამ ტექსტის საფუძველიც მიხვდება თუ მარტო კონტექსტთან დამოუკიდებლად ფრაზას არ წაიკითხავს რომ ქვეყანაში თუ ვენეციის კომისიის დასკვნები არ იქნა გათვალისწინებული თუ არ მიეცა ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეალურად საშუალება რომ მონიტორინგი აწარმოონ არჩევნების მაშინ არანაირი პროცესი არ იქნება ამ ქვეყანაში ასეთი და ასევე თქვენ რას ფიქრობთ თვითმმართველობასთან დაკავშირებით აი სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე როგორც ვიცით ლელოს აღშეცვლილი რიტორიკა მათ შორის მანუკა ხაზარაძემაც გააკეთა განცხადება კოორდინაციასთან დაკავშირებით რომ ქვეყანაში გამოსვლის შემდგომ მზად არის მიიღოს კოორდინაციაში საერთო ფორმატში ოპოზიციის შეხვედრას რაც ქვია მონაწილეობა ესე ვთქვათ დაორგანიზოს და ნუ ისედაც მოისმენთ მათი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს რატომ შეიცვალა და შეგროვდა რიტორიკა თქვენ შესაძლოა შეგროვდა ანუ შეგროვდა მაგრამ თუ საერთოდ არ საუბრობდნენ ან ამბობდნენ რომ სანამ პოლიტიკატიმები იყვნენ მაშინ თვითმმართველობასთან დაკავშირებით შეგროვდა ხო ანუ გასაგებია როცა ვსაუბრობთ ჩვენს ასე ვთქვათ პოლიტიკურ სპექტრში არსებულ ძალებზე არის რა თქმა უნდა კონკრეტული ძალები რომელთაგან არ ვიგულს ის რომ ასე ვთქვათ ხუცურ ნარატივს აუვითარებენ და ეხმარებიან ივანიშვილის რეჟიმის ასე ვთქვათ შენარჩუნებაში თუმცა არის ძალები რომელთაგან ეს ვიგულს და არ გსურს რომ ასეთ რამ ვიხილოთ ამიტომაც მოუწოდებდი ყველა პოლიტიკურ ძალას აბსოლუტურად რომ არ ეთამაშოს ივანიშვილის თამაში არ მიცეს მის რეჟიმის ლეგიტიმაცია არ მიიღოს ნორმალიზებაში რეჟიმის მონაწილეობა საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებაში და ზოგადად იმ პროცესში რომელიც აწყობს ხოლმე ივანიშვილს და არა იმ ქართულ ხალხს იმ პოლიტიკურ პარტიებს რომელიც ივანიშვილს უპირისპირდება უკვე ამდენი თვეა ესე აქტიურად მათ შორის უსწავლოს განზრახ და ვიკითხავ და დავასრულებ აი თქვენი აზრით ეს თვითმმართველობის არჩევნები მოახდენს თუ არა გადავაგებას ასე ვთქვათ ოპოზიციური ფლანგზე მაგალითად ჩაანაცვლებს თუ არა ლელო ნაციონალურ მოძრაობას რა თქმა უნდა მოახდენს გადავაგებას გაიგევა ვინ არის ის პოლიტიკური ძალა და ვინ არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც შეუძლიათ რომ შთანხმული იყვნენ რეჟიმის მიერ. ნაციონალურობას არასდროს არ ქონია ის სურვილი, რომ ივანიშვილის რეჟიმის შემადგენელი ნაწილი ყოფილიყო, ამიტომაც ვინც მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, ნაციონალურობას ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ბრძოლის ავანგარდში ყოველთვის და წინამორბედობის მთავარი ცენტრი, ასეთად დავრჩებით, რაც შეეხება ძალებს, რომლებიც გახდებიან ივანიშვილის სისტემური ნაწილი, ეხლა მათ მხრიდან რაღაც ჩანაცვლებაზე საუბარი ნამდვილად ზედმეტი. ანუ ეგ ხდება მთავარი ოპოზიციური ძალა ლელო ისე რა მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი თუ ეხლა ივანიშვილმა მოგანიჭა და სხვა პარტიები უბრალოდ აკრძალა, ეხლა ეს თუ მთავარი ოპოზიციური ძალის ასე ვთქვათ სტატუსის ქონას ნიშნავს, ეს უკვე ეხლა სხვა შეფასების საკითხი გახდა. რეალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მთავარი ვერ გახდება ვერც ერთი ძალა, რომელიც ამბობს ჩამოვიდაბისახელოთ, რომელიც ივანიშვილის მიერ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას იმისთვის, რომ მოახდინოს დემორალიზება საპროტესტო მოძრაობის და ნორმალიზება ივანიშვილის რეჟიმის. მათ მაგივრად მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ არაერთხელ ვფიქრობთ, რომ ლელოსთან ქონია მათ შორის საკუთარ ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება და მათი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან მკვლნეული იქნება, თუმცა მათთვის იქნება ყველაზე მკვლნეული, მათთვისვე იქნება ყველაზე მეტად დამღუპველი, ამიტომაც ვისურვებთ, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგან, თორე სხვა მხრივ რა თქმა უნდა ეროვნული წინამორბედება არ შეწყდება ამ ქვეყანაში იმის გამო, რომ ლელო თქვათ ივანიშვილის თამაშის წესებით დაიწყებს თამაშს. ასეთი ინიციატივებიც გაჩნდა ოპოზიციაში, რომ საერთო წერტილები ავსარონ მერობის კანდიდატებზე მაგალითად მოხდეს შეთანხმება და მიიღონ 0-1 ადამიანი გავიდეს ოპოზიციის.
არ უცეხად იმ ადამიანებს, რომელთაც აქვს გადაწყვეტილი რომ ივანიშვილის თამაშის წესებით ითამაშო, უნდა დაუსვათ კითხვები. ჩვენ ვისაც ძალიან მკაცრი და მკაფიო პოზიცია აქვს ავსაგეთად დაგუშვებით, უბრალოდ ავსაგეთზე არ გვაინტერესებს და არ გვადარდებს ივანიშვილის სისტემაში ვინ რა ოპოზიციურ როლს მოიგებს. ერთობის მიღწევა როგორ გაგიშებია? რომელი ერთობის? ერთიანი ძალს აკეთებს ოპოზიცია, პოზიციაზე შეიმუშაოს დემოკრატიული საერთაშორისო დაკავშირებით. უნდა ჯერ იყოს. კონკრეტული ფორმატში განხილვა საქმე ან თუ დაორგანიზდება მაგალითად ხაზარეთის რამე ჯერ თქვი ხავ ძალიან ლოჯიკი იყოს თქვენ მართლა 4 ჯერ იყოს პეტრო ანუ არასოდეს არ მივიდეთ რომ ივანიშვილის თამაში ერთიანი პოზიციის შეჭრება როგორ მოხდეს? თვითმართველ საერთაშორისო არ ერთიანი პოზიცია შეიმუშავდება იმ შემთხვევაში თუ ყველა სხვა პოლიტიკური აქტორები ხვდება რომ ჩვენი და მათ შორის კოალიცია ცვლილებების პოზიცია და ნაციონალიზმის რა თქმა უნდა მაგრამ არსებობს ასევე სხვა ძალები რომელთაც განცხადება წავიდეთ მაგრამ თავისუფლების მოედანი და სხვა ძალები მათ შორის ხალბატონ სამოძრაობიშვილის განცხადება არ მინდა რომ გამოვჩეს მოკლედ იმ პოლიტიკური ძალების რომელსაც განცხადებული გვაქვს რომ არ ვაპირებთ ვაძლევს მიღებას ამ სპეცოპერაციაში ჩვენი პოზიცია უნდა იქნას გაზიარებული სხვა აქტორების მიერ. კაი, გადავიდეთ კადრებზე.